აბაზური. არ გესმის? თემური. აკურები რა? დედა არ გამართო, დედა მოიჩარა, დედა. წადი პური მოიტანე. დედა ადროს პური. მანქანის ნომერი და ფერი. მომპარეს 0077 ჯუმო. აბა. ნუ ლეც. ლენის კუჩიდან გაიტანეს საკელი ფერი შიგული 0077. გააჩერეთ მანქანა. გააჩერეთ მანქანა.
შემოდი. დაჯექი მეთქი. დაქვია შენ. თემური. შობლები კლავს? დედა. დედა. შენი მედი ცხოვრობს ალბათ შენ კი? შენ გეტყობა კაცის ხელი გაკლია. ეს პირველი შემთხვევაა, შენ გეკითხები. მიპასუხე. ადამიანმა ალალი შრომით უნდა ჭამოს პური ამ ხელებით მოპოებული. ადამიანების ცნობა ისე გამიაპირდა, ისე დაჯექი აღარ რომ ვერ წარმოიდგენთ. ახლა ვკითხულობ. სიმპათურია მარია შენი თქმია? პროფესორია გენაცვალე, ის ხომ არა? გულით ყოფილა ავადმყოფ. ორი ინფარქტი აქვს გადატანების. რას მეუბნები? ამიტომაც ურჩი ეს ექიმი მაყობია. მართლაც საოცარია ჩვენი ქობული. რამდენიმე რა ჩამოსულია და კაცი ფერზე მოვა. რა გულისხმიერი კაცი ჩანს. შეკეთილი. ნამდვილი ნაწილი ინტელიგენცია. გამარჯობა ბატონო. გამარჯობა შენ. დაინახეთ მე განსაკუთრებულად.
გამარჯობათ. გამარჯობათ, გეყოფათ მუშაობა, ცოტა ხანს დაისვენეთ. დაჯექითებო. სვათაშვილის ცოტა დავიღალე როგორ კიდეც. მუშაობს ჩემი შვილი? კარგად, კმაყოფილი ვარ. დაეუფლა თავის ხელობას. რაც მთავარია, მონდომებული ბიჭია და არ ზარმაცობს. მიირთვი, ჩემი გამომცხარია. მამით. ჯერ კიდევ თბილია. ერთი მეგობარო, თემური არის ის ადარი. აი იქ მუშაობ. დავედი. წადი. წავიდეთ. აი ამას შეაწყვეთ. ნუ შეწუხდებით. რას ვძახით? მე თვითონ. მადლობთ. თემურ ამოდი ჩემთან. ვინ იყო? ერთი ბიჭარა ნახაზი მომცადეს დეტალი და გაუკეთო. მოჩვენე. ეს არის. როდისთვის უნდა, არ უთქვამს? ხვალ ჩავაბა. რადგან შედირდი, უნდა შევუსწრო. სხვა გზა არ არის. წადი. წავიდე. ხო, წადი. კოტე, მოდი დობირო გეთამაშო. ერთი ვნახო რა ბიჭი ხარ. მეტად საქმე არა გაქვს. გამოვი დამკაც. გაგიჟდა? აი თქვენი ხაჯო. ინებეთ. დედა. საღამოშიდობისად კალბატონო. გამარჯობათ. მობრძანდით ბატონო კოტე, ერთად ვივახშმოთ. სიამოვნებით, მაგაზე ვარ საგორგეთ. შემოგბრძანდი. გვალოთ. მოდი. კეთილი იყოს თქვენი ფეხი. კეთილი იყოს, გვალოთ. თემური სულ თქვენზე მელაპარაკება. ხო. ო, და საინტერესო ლექცია. გაბძანი. გვალოთ. აბა, დაასხი თემურ. გვალოთ. გვალოთ. მიირთვით. კარგია. შენ როგორ მითხარი, კოტე რომელია? აი ის არის, აი. მიდი ეს თავის ადგილზე დააყენეს. აი ესა? ო, ეგ არის. მეგობარო, მე თქვენთან გამოგზავნე. კაცო, არ გესმის შენ გელაპარაკები? რა შესაძლოა? რადგან რა მაქვს სასწრაფოდ შესაკეთებელი. მე რა ცხენებს კი არ ვჭედა. კაცო, ბიჭებო, შესვენება დაიწყო. მე შენთან საანგლოდ არ მოსულარ, მეჩქარებას ვაში უნდა გავიდე. მე მოცდის თავი არ ამაქვს, არც მე მაქვს შენთან ლაპარაკის თავი. ბიჭებო, შესვენება დაიწყო. შენ მე როგორ მელაპარაკები? იცი შენ მე ვინა ვარ? ჰა? თემო. გამარჯობა. აუნის. გააკეთე? წაიღებ. ხო.
ნახაზი მომეც. რა? ნახაზი. შენი თიმე ვინა ვარ? ახლა ვინც გინდა ისიყავი მე რას მაშინ. მე შენ ზრდას ხელს არ მოვკიდებ, სანამ ამას არ დავამთავრე. შენ აი ეს კი მინდა იცოდე. შენ როგორ მელაპარაკები? ეს მითხავ ხო როგორ მელაპარაკება? მე ამ საქმეს ასკი არ დავტოვებ, ბერძენის შვილთან გიჩი. ვისთანაც გინდა ამასთან არ ნახოთ. Поехали. დირექტორი აქ არის? ქალიშვილი, კვარტის ელემენტები ხო არ არის? არა. როდის მიიღებ? ზედ გამოიარა. მადლობა. შეიძლება დავეგო. ინებეთ. მადლობთ. არაფერს. ეშანდალი რა ფასიანია? თუ შეიძლება. მე არა გვეჭირებს მეორე. დიახ, აი. ქალიშვილო რა ღირს ეს საათი? 20 მან. ერთხელ ბეჯედი არა გა? გოგონა, ეს საათი მეჩვენა. ინებეთ? მადლობთ.
შვიდევა. ო, სიწყნარია. Дай твой инструмент. Вернешься в 4. Сегодня же уедешь в Одессу. Хорошо. Там подождешь, знаешь где. Лысый. Да. Билет первого класса получил. Значит, заслужил. В порт тебя отвезет наш младший брат. Не спешите. Подъедете за 15 минут до отхода. Понял? Шеншени цели упомире. Краине цуцак меши аргаэрио и цоде. Понял? Наши инструменты. Поехали. Останови. Останови, тебе говорю. Поехали.
გაიღვიძე. ისევ დეტექტივს კითხულო. დაანებე მაგ ციგნის კითხვას თავით და გადაგრევს ნამ. გადი გახედე იმ უბედურკაც არაფერი მოუვიდეს ადიო. მაგ ჭკუაზე ვარ სწორედ. ამ შვაღამეს შეუვარდე უწყოკას და ვკითხო. სულ სიზმრებს ხომ არ ნახულობ. მეშინია. მეშინია სარდია. აი. ელიჩკა. ჩაკრო. ერთი ბავშვი გაგეჩინა ის შობდა. მაშინ აღარ გიქნებოდა დეტექტივების კითხვის დრო და თავი. მეშინია. აი, ინტუიციით აბრძნო რაღაც ხდება. ფინიყო. აღათი ბებიას საყვარელი გაუჩენია და ის მიიყარებოდა ეხლა კიბეებზე. მიიყარებოდა? აი მე. მოდი აქ, მოდი. ჩემო აგატა ქრისტო. რაღაც ამბავია იმ პროფესორის თავზე. რა შააციდი ხალო იმ პროფესორს? მეტი საქმე არა გაქვს? არა მაქვს, არა გულით არის ავადმყოფი, ხომ შეიძლება რამე მოუვიდეს. ელიჩკა თქო. წადი, მიხედე რა, მიხედე, წადი. რაშია საქმე ბატონო სარდიო? ბოდიში ქალბატონ ლიზიკო, ჩემმა ცოლმა არ მომასვენა. გინდათ ვარა პროფესორი ცუდად არის, არ დამაძინა. მობძანე. მეც თითქოს რაღაც შეუნეს. მობძანე ბატონო. ლიზიკო, ცუდი ამბავია ჩვენს თავს. ჰაერზე გაიყვანე. სასტრაფოში დარეკე. გული მიგრძნობს, უბედურება გვიახლოვდება. წამოდი რაცო. დაწუნარ. გაიყვანე. ჰაერზე. მილიცია? ორიგე მაისურაძე გისმენთ. ამ ხალხო პოლკონიკო სანაპიროს ქუჩა 12-დან დარეკა მოხალხე ვაჩნατε და შემატყობინა რომ აღრიცხულ დინაში მოგულია მამაკაცი. ოპერატიული ჯგუფის შემოწმების არჩევანი გასწავლაზე გადასცა. სახლის პატრონი სად არის? ქალაქში? გამარჯობათ. ვარავინ შესულა? არა, არავინ. ზოგიერთებს უნდა შესვლა. მე არ გავუშვი. ხალებოდა ყველაფერს გაიგებს. შენი ბრალია, ეს აუზაური, ელიკო. კისრის გვერდით ზედაპირზე მარჯვენა მხარეს აღინიშნება 1. ხოლო მარცხენა მხარეს ერთ ხაზზე განლაგებული 4 სისხლ ნაჟღენთი, თითების დაბოლოების მსგავსი მოყანილობის. კურსი არის ინჯება.
გუგების რეაქცია არა აქვს. მარდად გოგო, მარდად. საცაუნე გავხსნათ მაღაზია. მარინე რასაკეთებდა? მიხედეთ როზე აკაულობას. ბატონო სპირიდონ. რა მოგივიდოთ ბატონო სპირიდონ? დაწნარდეთ სულაც უნდა დაწნარდეთ. აიმე, წამიწე. მე მინდა თქვენ დამკითხოთ. კი ბატონო, მე დაკითხავთ. დაწყნარდით და მოითბილეთ, მე რა გამოგიძახეთ. სანამ ბოროტ მოქმედები გაიქცევიან, არავინ არსად არ გაიქცევა, მორჩები საქმეს და გამოგიძახეთ, წამწამით. სარდაფში ყუთის ქვეშ ვნახეთ ეგ ფოლადის ღერძი. მაღაზიის მუშაკებს აჩვენეთ? დიახ. რა უნდა თქვეს? პირველად ვხედავთ. მერე? როგორც ჩანს ეს ღერძი ახალი დამზადებულია. სარდაფში ისეთი სინესტია, რომ ფოლადი იქ რამდენიმე დღეშიც კი დაიჟანგებოდა. დირექტორის ჩვენებით იქ თითქმის ერთი თვე არავინ ჩასულა. გონიათ ქურდებს დარჩათ? დიახ. მაღაზიის მუშაკების დაგეთქვამ თუ მოგცეთ რამე. ჩვენთვის საინტერესო არაფერი. საიუველირო სახლო მდებარე მაღაზიის თანამშრომლები თუ დაგითხეთ. ნაწილი თანამშრომლებისა დაკითხულია. დანარჩენების დაკითხვა გრძელდება. ანალოგიური შემთხვევა იყო სადღაც მახსოვს. დიახ, მართალი ბრძანდებით. ასევე გადახილი სახელმწიფო ბანკის განყოფილება ამ რამდენიმე წლის წინათ ტაშკენტში. შემიძლია სხვა შემთხვევების დავადგინო. გამოვარკვიეთ. დღესვე გავარკვიე. დიახ. გასაგებია. განაგრძეთ. ქურდებმა ეთყობა მძლავრი ამწე მექანიზმის საშუალებით შეამტვრიეს მაღაზიის იატაკი. და იგივე მექანიზმის საშუალებით ჩამოიტანეს სეიფი სარდაფში. სეიფის კარები ავტოგენით არის ამოჭრილი. თითების ანაბეჭდის ზედა არ აღმოჩნდა. მართალია რამდენიმე ფეხის ანაბეჭდი შევნიშნეთ, მაგრამ ეს დაუდგენელია ვის ეკუთვნის, ქურდებს თუ მაღაზიის მუშაკებს. სიგნალიზაცია ხელშეუხებელია. დაჯექით. გამოდის რომ ერთადერთი კვალი რომელიც ქურდებმა დატოვეს ეს რკინის ღერძია. დიახ. ლევან, გადაეცი ექსპერტიზას და გამოვარკვიეთ ამ მარკის ფოლადს, რომელი ქარხანა ღებულობს. მესმის. დაადგინეთ მოკლულის ვინაობა. პროფესორის საბუთები ყალბი აღმოჩნდა. დოქტილოსკოპიური ბარათები გაუგზავნეთ ინფორმაციულ ცენტრს. გარდაცვლილი, მათი ცნობით, მეცნიერ მუშაკი, ჩვენთვის კარგად ცნობილი, პროფესიონალი ქურდი, ალექსანდრე ერმილეს ძაღლონტი აინებეთ. ექსპერტის მიერ აღებული ჩანდა. ეს მამაკაცის პარიკი?
ეს კიდევ ქალის. აი ეს არის? დიახ, სურათში რომ არის. გასაგებია. აი ეს იარაღი. მაჩვენე? კედელში იყო გარჭობილი. თავისუფალნი ხართ. ლევან შენ დარჩი. ოთარ. გურამ. ლევან. ოქროს ძეცქვი პროფესორ ზბინაში იყო ნაპოვნი არა? დიახ. მერე ამ ორ საქმეს არ აკავშირებ? თქვენ გონიათ რომ მკვლელობასა და მაღაზიის გაქურდვას შორის რაიმე კავშირია? დარწმუნებული ვარ. ამხანაგო პოლკოვნიკო აქ მომიწევთ. აქაც. გმადლობთ. 350,000 მონეტის საქონელია წაღებული. მე მგონი შენ გესმის ამ საქმის სერიოზულობა. რა თქმა უნდა ბატონო ირაკლი. როგორ არის შენ საქმეები? შვებულებაში ვაპირებდი წასვლას, მაგრამ ახლა როგორ? მარტო? არა, მარტო არა. აი, მორჩები ამ საქმეს და რა თქმა უნდა მორჩები. გოგონებს არ უყვარ დიდხანს ლოდინი ჩემო ლევან. ნებას დამთავთ, წავიდე ბატონო ირაკლი. რა თქმა უნდა. ნახვამდის, მადლობთ. ნახვამდის ლევან. გამარჯობათ, დავბრძანდეთ. გამარჯობათ. ამ კაცს თუ იცნობდით? აი ამ. დიახ, ძალიან სიმპათიური ადამიანი იყო. ხშირად მოდიოდა? რასაკვირველია. დღის განმავლობაში რამდენჯერმე მოდიოდა ჩვენთან და შეჩეულ ადგილას ჩნდებოდა. აი იქ. რას უკვეთავდა? ყოველთვის უშაქრო ყავას და ხაჭოს მიირთმევდა. მე. თან რაღაც საინტერესო ამბებსაც მიყვებოდა. რას? რა ვიცი, არაფერს თქვენთვის მნიშვნელოვანს. განაგრძეთ. იცით, მარტო ხელა კაცის შთაბეჭდილებას ტოვებდა. ერთხელ ისიც მითხრა, გულით ავადმყოფი ვარ და ექიმებმა ზღვაზე წასვლა მერჩიეს. გულით ავადმყოფი დილიდან ყავას სვა. დიახ. სად იჯდა? აი იქ. გმადლობთ. არაფერს. გლონტი ტყუილად არიტრიალებდა საიუველირო მაღაზიასთან. აი რატომ და რისთვის მოკლეს გლონტი?
გამოვარკვიეთ თუ არა სად იყო დამზადებული რკინის ღერძი. ჩვენ უკვე ვიცით, რომელი ქარხანა უგზავნის სახელოსნოებს ამ მარკის ფოლადს. ოპერატიული ჯგუფები ადგილებზე მუშაობენ. უახლოეს დროში შევძლებთ საეჭვო ნაწარმის დადგენას. მე მგონი ეს უნდა იყოს ერთადერთი გამოსავალი. ისე ოქროს ძეწვის საიუველირო მაღაზიიდან აღმოჩნდა. დირექტორმა დაადასტურა. ახალი არის რამე? ჯერ არაფერი. ლევან, თუ დაფიქრებულ ხარ, როგორ შეიძლება რომ ჩვენს დროში ნებისმიერი ქურდი და ავაზაკი დაუსჯელი გადაურჩეს აპარატს, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ქვია. ჩვენ ყველა შემთხვევაში ულმობლა და ზუსტად რომ მოქმედებდეთ, ამდენი ბოროტ მოქმედი არ ვილიდა ჩვენს მიწაზე. ჩვენ ეს კარგად გვესმის, ბატონო ირაკლი. ალბათ უკეთესად მაგვესმოდეს ჩემო ლევან. სადაც ადვილი შესაძლებელია ის ღერძი გამოვეჩერხათ, რომელზედაც ეჭვი გვაქვს მიტანილი. კარგი, სხვა სახელოსნოებშიაც შევივლი. გამოვარკვიეთ? წამიკითხე? ავტოინსპექციიდან მიღებული ცნობით მწვანე მანქანამ ვაზ U7783-გა შუაღამისას ჩაიარა ბათუმის მიმართულებით. მანქანაში იყვნენ ორნი მძღოლი და მგზავრი. ეგოთ არის გადაეცი. საქმეში ჩადოს. რა არ ჯერ როგორ ახალ? ვაა. შეიჩვებიჭებს, ა? ის მაგოშერა. აბა ჩადი. აი. გოდეჯა, კარგი ბიჭი გვესდება, აი? ასე შენ საქმე არ აქვს და იმუშავე. რა იყო შენ? სადი რა საქმეს მიხადე? შენ თმავე რამა მიღე რა. ლევან, მე ვარ ის. კატარღების ქარხანასთან მდგევარ და იქიდან გელაპარაკე. ჩემის აზრით ეს ერთადერთი ადგილია, სადაც შეიძლებოდა ის საეჭვო ღერძი დამზადებული. კარგი, დაგელოდე. ზოგს ხელი ტკივა გენაცა. ზოგსაც სასწრაფო სამუშაო აქვს. ზეითამ კი იმუშაოს და იმუშაოს, არა? არ მოგწყინდა ამდენს რომ ლაქლაქებ, ა? ეთი ვიცოდე, ნეტა რა ჟუჯგუნებ, რას? ერთი დღე არ დავასწრენო ესო ხერი ხელები. ჩვენ საქმე შენაკეთებ და არ მიყვარდე მე ვიჭერა. ნო ხამები არ აგზინა, ხმა ჩემი სიყვარული. მე არა ყოფილიყა ნახავდი რამდენი საქმე გეკნებოდა. მე კი ვიცი შენ ისი ღირსიც ახარ, მაგრამ დაბადების დღეს გილოცავ. შენ საერთოდ არ იცი ჩემი დაბადება. საჩუქარია შენი დაბადების დღისა. შენ არც კი გახსოვს. ვა. კოტე. მე კაცი არ ვიყო თუ შერისთანა ვირმე ამ ქალაქში დადიოდეს. სად არ მიმუშავია? ვისთან არა ყოფილი ვარ, მაგრამ აი ასეთი კაცი არ შემხვედრია. კოტე! ოქრო ხარ, ოქრო! მეგობარო, ერთი წუთი. სათხოვარენო. ისი. ჩემი თხოვნის შესრულება არ გაგიჭირდება, თანაც კარგად გადაგიხდი. მე კერძო საქმეებს არ ვასრულებ. უარის მას ყოველთვის მოასწრებ, ჯერ ნახე რის გაკეთებას. კარგი რამეა, აი. ეს იმან გააკეთე. გასაგებია. კარგი ბიჭია და ხელით კარგი უჩანს. ეს შენი გამოჩარხულია? დია. აბა კერძო შეკვეთებს არ ვასრულებთო. ეს მე არ ვასრულებ, ძმაო. სხვა კი რაღაც ორ კაპიკს აკეთებს, რა ჩემი საქმეა. შენი უბრალოდ საქმეში არ ვერევ. შენი საამქროს უბროსი ვინ არის? კოტე ჯიქია. ვინა? კოტე ჯიქია. სად არის? ავად იყო და წავიდა. როგორ? არა აქვს. გამოს.
საბუთი შეგიძლია არ მაჩვენო. მე ვიცი ვიცა ხარ. ხო, ერთი რამე მინდა კარგად გამიგო. მე არ ვიცი ამ ბიჭს რა შეძებ ბრალს, მაგრამ ამის გარო ნამდვილი კაცი დადგება, ეს ნახდად ვიცი. მომისმინე. სად მიგხავს, კაცო? მომისმინე რა? არ გესმის? მშობლები ხომ გყავს? დედა, მამა დიდი ხანია გარდამეცვალა და არ მახსოვს. დედა სად მუშაობს? საარქიტექტურო ბიუროში. შემოდიოთ. აი ეს ღერძი. ვინ დაგიკვეთა? ერთი ბიჭია. საცხოვრობს? შავსოფელში. გვარი სახელი. საუკას ეძახიან, გვარი და სახელი არ ვიცი. საუკას? დიახ. როგორ გაიცანი? მე ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა მანქანა, ეს ყველა მიცოდა, ყველას ვეხმარებოდი, რომ საჭესთან დავესი. მე. მეტი არაფერი არ მინდოდა. მანქანა სიპარავდი? არა. აბა, განაგრძე. ერთხელ მოვიდა საუკა ჩემთან და მთხოვა, რომ ნათესავის მანქანა გამომიყვანეო, ხელი მტკივაო, წავყევი უარს ხوار ვეტყოდი. უარს რატომ ვერ ეტყოდი? მეშინოდა. განაგრძე. მე გააღო გარაჟის კარები და იქ შიგული იდგა. გასაღებები დამეკარგაო. გამოვიყვანეთ და როცა მოვდიოდით, მაშინ მითხრა, შესულელო, იცი ვისი მანქანა მოიპარეო? ვერ ხვდებოდი რომ დანაშაულს ჩადიოდი. ხო გითხარით, მეშინოდა მითქი. ღერძის გაკეთებაში გადაგიხადა რამე? არა. თემურ. მითხარი მანქანის ნომერი. 77-83. მწვანე ჟიგული. დიახ. რას ფიქრობ შენს მომავალზე? სახელოსნოში დაბრუნდები. თუ ბიძია კოტე მიმიღებს. მაყოფილი ხარ? დიახ. კოტე ბიძია გიყვარს? და კიდე ავტორალიში მინდოდა მეცადა ბედი. გაიყვანეთ. შესულელო, იცი ვისი მანქანა მოიპარეო? ვერ ხვდებოდი რომ დანაშაულს ჩადიოდი. ხო გითხარით, მეშინოდა მითქი. ოთარ, ეს ჭკუაბნეული ბიჭი კიდევ კარგი ამ შემთხვევის გამო ჩაგვიორდა ხელში. თორე ვინ იცის რით დამთავრდებოდა მისი საქმე? შეიძლება? დიახ. მანქანები სააღრიცხვო ცნობით, მწვანე ფერის ჟიგული VAZ U77-93G ეკუთვნის ჯუმბერ იასონიძის სავანელს. ცხოვრობს სარაჯიშვილის ქუჩა ნომერ 3-ში. ჩვენი ძველი ნაცნობი. ეხლავე ჩამოგიყვან მაგას. მამამისის მოღვაწეობითაც დაინტერესდი. თავისუფალი ვარ? დიახ, გმადლობ. რა მდგომარეობა? კომოცია არ არის, ბატონო პროფესორო. კარგით. ტვინის შერყევა არ აქვს. დაგითხრა შეიძლება? შეიძლება. მადლობთ. მაღაზიასთან რამდენი მიხვედით? ამ მაღაზიასთან. საიუველირო მაღაზიასთან. ამ საიუველირო მაღაზია. გაბა გაიხსენე. პროფესორი. შენ და კიდევ პატიცემული? ლევან, ხო, მე ვარ. ქალაქის მესამე საავადმყოფოში. აქ ბრძანდება. ძალიან კარგი. დიახ, გისმენთ ამ ხანაგო პოლკოვნიკო. ოთარ, ერთი წუთით მაბადია. ლევან სამანელი დააკავეთ? საავადმყოფოშია, იქ მივდივარ დაკითხვაზე. მე რა მოდი ჩემთან. დიახ. გამოვდი. გარეთ დაგხვდები. ბატონო ვახტანგ, მეხუთე პალატაში ამამტყოფი ცუდადაა. ყველა ღონე იხმარეს, ახლა თქვენ გელოდებიან.
საათსა და 45 წუთზე მოხდა. მანქანის საათი ამ დროს არის გაჩერებული და გაის პუნქტმაც დაახლოებით ამ დროს მიიღო ცნობა. როდესაც გაის მუშაკები ადგილზე მივიდნენ, მანქანა ჯერ კიდევ იცოდა. ავარიის მიზეზები? ძღოლი ფხიზელი იყო. საგზაო ექსპერტიზის წინასწარი მოსაზრებით, მანქანაში ფეთქებადი ნივთიერება იყო მოთავსებული. შესაძლებელია, რომ ძღოლმა თვითონ ააფეთქა. და თვითონ რას ამბობს? თავიდან ამტკიცებდა, ავარია მომივიდაო და მეცინავე ბენზინის მილი გამისკდაო. ბენზინის მილი გამისკდაო. მაღაზიასთან ორნი მიიყვანე. ეს ჩვენთვის ცნობილია. პროფესორ სარუხსენებია მისი სახელი. შეგიძლია მიწერო? არ შეუძლია. შემთხვევის ადგილზე ვერაფერი ვერ ვიპოვეთ. ეთყობა სადღაც გადამალა ვაჟ ბატონმა. სად არის ნაკურდალი? ნაკურდალი სად არის? შენ გეკითხები. ოთარ, კიდევ ერთხელ შეამოწმეთ ავარიის ადგილი. ნიკი, სამმართველოში ჩაიყვანე. წამოდი შემკან. აბა, დავიმეოროთ. მე დავისვენე. ასაკეთებდი. ერთი კიდე? ხო, ია. ლაი, მიდი. შენ რომ დავახო, მარჯვენა, მარცხენა დავუხედე. გესმის? გასაგებია? აბა, დავიწყოთ. მიდი. მაგათადე, ხო, ასე. რაბათ. მიდი. მიდი. დარწმუნებული ვარ. კულელი და ნაკურდალის გამტაცებელი ერთი პიროვნებაა. თემური მღერძი დაამზადა საუკას დაკვეთით. სხვა არაფერში მონაწილეობა არ მიუღია. შენ ასე ფიქრობ? საუკას დაკითხვა უნათელი გახადა მთელი საქმე. ქურდები იყვნენ ორნი, პროფესორი და ჩვენთვის უცნობი მელოტი. მელოტის ზებნა გაგვიძნელდება? არა. არ გაგვიძნელდება. თუ ის მართლა ავიდა გემზე. მაგრამ ვითომ ამით დამთავრდება ძიება? დარწმუნებული ვარ, რომ კვლელი არის მელოტი. რატომ გონია? ყლონთან დაკავშირებული იყო ორი კაცი. საუკა და ჩვენთვის უცნობი მელოტი. მე. მე მკვლელობა დაახლოებით ესე წარმომიდგენია. ყლონტი სახში დაბრუნდა. საუკას ჩვენთვის უცნობი მელოტი გემზე უნდა მიიყვანა. მან გზაში მოასწრო საუკას მანქანაში დინამიტის ჩადება. ხოლო თვითონ სხვა მანქანაში გადაჭდა. მე? ის დარწმუნებული იყო, რომ რამოდენიმე წუთში საუკას მანქანა აფეთქდებოდა. მობრუნდა ყლონთან. ყლონტის კარი გააღო. მას როგორც პროფესიონალურ ქურცეს არ გაუჭირდებოდა. აი ყლონტი ამას არ მოელოდა. მოკლა ის, ნაკურდალი წაიღო და გემზე ავიდა. შენი ვერსია დამაჯერებელია. შენც ასე ფიქრობ, ოთარ? დიახ, მეც ასე ვფიქრობ. ჩვენ გვაქვს ექსპერტის დასკვნა. და მეზობლების ჩვენება, რომ პროფესორი გარდაიცვალა დილის 5 საათზე, ხო? საუკამ ასე 5:30-ზე პროფესორი მიიყვანა სახლში. 10-15 წუთის შემდეგ მელოტი სხვა მანქანაში გადაჭდა, ხო? და მიბრუნდა პროფესორთან. მას შეეძლო მოეკლა პროფესორი. მაგრამ მოასწრებდა გემზე ასვლას. გემი ხომ 5 საათზე გადის. ჩავატაროთ საგამომძიებლო ექსპერიმენტი. არა, თქვენ მაგის დრო არ გექნებათ, მაგას სხვები ჩაატარებენ. საუკა ჩვენ ხელშია, საჭიროა მელოტის დაკავება. ხოლ დილის 9 საათზე გემი ოდესაში შედის. თქვენ კი დილის 5 საათზე გადაფრინდებით სპეცრეისით. გასაგებია.
Одесса, радио 2. Белоруссия на связи. Капитаны к телефону. Понятно, ясно. Товарищ капитан вас просит. Капитану аппарата. На судно объявляется карантин. Подготовиться к приему катера. Вы меня поняли? Понятно. Малый ход? Есть малый ход. Готовить судно к приему катера. Есть готовить судно. Внимание! Боцману электрику на бак. Боцману электрику на бак. Мостик, как слышно бак? Бак слышно хорошо. Изготовить оба якоря к отдаче. Доброе утро. Пассажиры первой смены приглашаются на завтрак. Приятного вам аппетита. Сергей Андреевич, это к вам, знакомьтесь. Леван. Здравствуйте. Познакомьтесь. Очень приятно. Здравствуйте. Здравствуйте. Сергей Андреевич, вас уже информировали. Я капитан уголовного розыска города Батуми. Я в курсе дела. Служба должны проверить каюты вашего теплохода. Ну что ж, пожалуйста, мой помощник вас проведет. Пожалуйста, проходите. Прошу вас. Спасибо. Пассажиры из каюты 10-17 просим пройти к себе. Повторяю, пассажиры из каюты 10-17 просим пройти к себе. Пошел к берегу! Слушаю. Есть. Леван, катер угнали. Что? Передайте на берег. Остановите
Так, Дворников Святослав Владимирович. Плохая работа. А фото явно переклеено. Контуры теснения не сходятся. Вот билет первого класса приобретен в городе Батуми. Я в Батуми никогда не был. Да? Я сел в Ялте, а этот билет мне привезли друзья. Значит, в Батуми вы никогда не были? Нет. Профессора не убивали? Магазин не грабили? Вы о таких вещах мне говорите, что мне просто Семен страшно Михайлович. становится. Карпович! Дорогой Семен Михайлович, оказывается, вас давно ищут. Вот, вор-рецидивист по кличке Лысый, 5 судимостей, бежал летом. 79-го года, лагерь Инта. Точно. Тут вы не соврали. Итак, вы обвиняетесь в убийстве и ограблении ювелирного магазина города Батуми. Макрушку, не шей, начальник. Я вор, ты это знаешь. Итак, вы отрицаете, что совершили убийство. Да. Кто же это мог сделать? Это уже ваша забота. Да, наша забота. А может, тот, которого взорвал профессор? Я бы сам хотел попылырить того, кто его замочил. Профессор всегда убирал своих подельников. Считал, что так надежнее. Вот, посмотри. Получил от него подарок. Поэтому с ним никто и не хотел работать. А почему ты пошел с ним? Я был на мели. Поэтому и согласился. Я тогда все прикинул заранее и бабки дернул вперед. Я не знал, что говорил профессор этому фраеру. Они говорили по-грузински. Пшеницили уга мира, а и нецут саквеши аргаэрью и сода. Понял? Гасагеби. А, шени инструменты. Профессор все равно должен был нас убрать. Я потрохами чуял. Все должно случиться по дороге в порт. Пересел в другую тачку и уехал. Вот Карпович доказывает, что ты убил профессора. Шутить изволишь, начальник. Упросу. ყველაფერს გეტყვით. Просто უნდა მისულიყავთ მაღაზიას და მივედით, არა? ისინი გადავიდნენ, მე არ ვიცი უბრალოდ. რაღაც საქმე ქონდათ. მე ჩემი წილი მომცეს. წამოვედით. პროფესორი სახში დაბრუნდა. მე მოდი ავიდე გემზე. მე წამოვედი. მე მანქანა ამიფეთქდა. მაშინაც რომ მივიდიოდი, სახელმწიფოში რომ მივიდიოდი, მაშინაც არ მივიდოდა, მეშინოდა რა უბრალოდ.
ვინ მოკლა? ის მოკლა. ვინ? თემური. იმამოკლა პროფესორი. იმამოკლა პროფესორი. ბანკის იმან მოხდა და დაიძესა. რატო მაგინა ჩემი? გაიყვან. თემური მამა, ის არის პლანი, ის. ჩემი რაგიდა დავიჟერე. რატომ უნდა მოვთარიყავი რაგიდან და მაგებიდან რაგიდან აი რა მოგივიდა რომ იყანეს და განუშვებენ შეიძლება ვინ გამოგიშვებს რა ვიცი გამოგიშვებენ თუ არა რა გააკეთე ამის და რა გააკეთე არაფერი არ გამოგეთებიან ხვენია როგორ შეგეძლო რამეშველე ვარ ვიცი რა მინდა გროზი ვარ რა გააკეთე ამის და ყველა დამშვიდე გააკეთებდი დედა მოიც თემურ დოქტორ გარეთ დამიცა არ ვიცი რა უთხრა ბატონ კოტეს რა უთხრა გადაყვათან თემურის ყოველ დილას გამოული და სამსახურში მიყავდა ერთი წუთით არ იცილებდა გვერდიდან ერთი წუთით როგორც შვილს აი როგორც საკუთარ შვილს ისეული და რა ვქნა რა უთხრა რა ვქნა ქალბატონო თავა ამ დღეებში თემური ხომ არავის შეხვედრია გვიან ღამით ხომ არ გასულა ხომ არავინ მოაკითხა და ხომ არ გაყოლია სახლიდან კარგი დაწნარით ქალბატონო თავა დაწნარით თემური დაგითხე? ხო დავკითხე. ვაშა, ვლადიმერ ვასილის ძე. გამარჯობა, ბატონო დავით. ალექსანდრეს ძე, გლონთ ისაკ ვილიამის ძე. ბატონო დავით, დღეს რაღაც არ მომწოხა. დასასრულებლად ხომ არ გაგიშვათ სანატორიუმში, ა? დამანებეთ მაგარ თავი, იგივე გლონთი ალექსანდრე ერმილეს ძე. თერმოში ყავა ბიჭებო დალი დღეს მეტი არაფერი მომიტანე. დედამისი დაგითხე? კი. მითხრა. კოტეჯიქიას დიდი მადლობელი ვარ, ოჯახი დაღუპავს რომ გადამირჩინა. მის მზეს პიცურობს. მაღაზიის გაქურთვის დღეს? სახლმა ფეხი არ გაუდგავს. ნამდვილად? ნამდვილად თემურის უტყვარი ალიბი აქვს. ალო? მოდი ლევა. ლევა შენ ხარ? გამარჯობა. მე ვარ. ჩამოვედი. ლევა მეორე დღე ვიღაც კაცს კითხულობს. ვინ კითხულობს? ოქროული ვარკინიგზის სადგურის მე-12 შემნახულ საკანშია. რკინიგზის შემნახვალ საკანში. თქვენ მიბრძანდებით? კოდი 10:05. სადოქტორო დისერტაცია ეგ ნახავ შენ ყველას ვინც კი იყო გლონთთან დაკავშირებული. აი ბატონო. პეტროსიანი გარდაიცვალა 1965 წელს. ჩემოდუროვი ციხეშია. კარპოვიჩი აკრძალება. ანზორ მიხეილიძე ჯიქია, დაბადებული 1930 წელს, პროფესიონალი. ვინა? ანზორ მიხეილიძე ჯიქია. მოკლა პროფესორმა. თვითონ კი ქალის ტანსაცმელი გადაიცვა და გაიქცა. ცხოვრობდა ქალაქ ბათუმში, დაბიძის 23-ში. ანზორ მიხეილიძე ჯიქია. კოტე ჯიქია. ბიციო კოტე? როდესაც დეტალის ნახაზი თემურის ხელში დავინახე, მივხვდი რომ ეს პროფესორის საქმე იყო. ეს ხელსაწყო პირველად ჩემმა ცხონებულმა ძმამ ანზორმა გააკეთა. კარგი ბიჭი იყო, ნიჭიერი.
თემურისავით ოქროს ხელი ჰქონდა. პროფესორს რომ არ ჩაეთრია თავის ბინძურ საქმეში, კაცი დადგებოდა. მერე მოკლა. მე მაგას ვერ ვაპატიებდი. როდესაც პროფესორი დაიჭირეს, იმედი მომეცა საზღაურს მიიღებს თქო, მაგრამ ის გარეწარი მაინც გამოცრა. სად არ ვეძებე და ვერ ვიპოვე. გავიდა დრო, ყველაფერი თითქოს გადამავიწყდა და უცებ ეს საბედისწერო ღერძი. მეც გავსდიე მის გვალს. ვნახე და მივხვდი, რომ მისი დაუშილება შეუძლებელი იყო. ის კიდევ ბევრ ცოდვას ჩაიდენდა. მართალია, ამ შეხვედრას დიდხანს ველოდი. მათ მაინც ვერ გავიმეტებდი. თვითონ გამიმეტა. თემური კაცი დადგება. დარდინო გექნებათ. დანარჩენი თქვენთვის ცნობილია.